არსებობს კატასტროფები, რომლებიც ქალაქის განადგურებას იწვევს. ასევე არსებობს უბედურება, რომელსაც მთელი ქვეყნის დაჩოქება შეუძლია. მაგრამ შენთვის უცნობია კიდევ უფრო იშვიათი მოვლენა, რომელიც ამაზე უფრო საშიშია. ეს არის მთელი კონტინენტის ნელ-ნელა განადგურება. ჩვენი სამყაროს რუკა მალე შეიცვლება. მე ვსაუბრობ აფრიკის კონტინენტის ორ ნაწილად გაყოფაზე. აფრიკის აღმოსავლეთ ნაწილში მიწის ქვეშ უზარმაზარი ძალა მოქმედებს. ეს არც ომია, არც კლიმატის ცვლილება და არც დროებითი ბუნებრივი კატასტროფა. ეს გეოლოგიური პროცესია, რომელიც მილიონობით წლის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. გეოლოგების კვლევების მიხედვით, აღმოსავლეთ აფრიკის რიფტის სისტემა არის ძალიან ფართო ბზარებისა და გატეხილობის ქსელი, სადაც სხვადასხვა ტექტონიკური ფილები ნელ-ნელა შორდებიან ერთმანეთს. ეს ყველაფერი აფრიკის ქვეშ ხდება. აფრიკა არის ძალიან ფართო ტექტონიკური ფილების კონტინენტი. ამ პროცესმა შეიძლება საბოლოოდ გამოიწვიოს ახალი ოკეანის წარმოქმნა. მაგრამ სანამ ეს მოხდება, აფრიკაში ჯერ კიდევ ხდება ძლიერი მიწისძვრები. და აქ მდებარეობს მსოფლიოს ყველაზე აქტიური ვულკანები. ამას ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი პრაქტიკული კონგოს რესპუბლიკაშია. აქ მდებარეობს მთა მირაგონგო, ვულკანი მირაგონგო. Isang vulkan na matagal nang kinatatak. ასე ამბობენ ექსპერტები. ეს ვულკანი არა მხოლოდ აქტიურია, არამედ მასში უჩვეულო ტიპის ლავა მოიპოვება. სოფლიოს უმეტეს ლავანაკადს ნელი მოძრაობა ახასიათებს. ხშირად ადამიანებს საკმარისი დრო აქვთ, რომ დატოვონ ტერიტორია, მაგრამ ნირაგონგოში სიტუაცია სხვანაირია. მისი ლავა უფრო თხელია და უფრო სწრაფად მიედინება, ვიდრე სხვა ვულკანების ჩვეულებრივი ლავა. ამიტომ ამოფრქვევა შეიძლება ძალიან დამანგრეველი იყოს სულ მოკლე დროში. მაგრამ სანამ განხილვას დავიწყებთ, გთხოვთ დაალაიქოთ და გამოიწეროთ ჩვენი არხი. ეს ჩვენთვის, როგორც კონტენტ კრეატორებისთვის ძალიან დიდი დახმარებაა, ასე რომ დავიწყოთ. 2002 წლის 17 იანვარს გომას ქალაქში უცნაური რამ მოხდა. მოულოდნელად ვულკანის გვერდებზე ბზარები გაიხსნა და უზარმაზარი ლავის ნაკადი ქალაქისკენ დაიწერა. მხოლოდ რამდენიმე საათში გზები დაიფარა, ათასობით სახლი დაინგრა და ქალაქის აეროპორტიც კი დაზიანდა. მეცნიერული და ჰუმანიტარული ორგანიზაციების ცნობით, ასობით ათას ადამიანს მოუწია ტერიტორიის დატოვება, რადგან ლავა კლავაც მიედინებოდა. ზოგიერთ შეფასებით, დაზარალებულ მოსახლეობას თითქმის 9 მილიონი ადამიანი შეადგენს. გომას დიდი ნაწილი განადგურდა და უამრავმა ოჯახმა დაკარგა სახლი. თუმცა მეცნიერებისთვის ეს ამოფრქვევა მხოლოდ ვულკანური კატასტროფა არ არის. ეს არის გაფრთხილება. ეს არის ნიშანი, რომ დედამიწის სიღრმეში უფრო დიდი ცვლილებები ხდება. 3 წლის შემდეგ აღმოსავლეთ აფრიკაში კიდევ ერთი უცნაური მოვლენა მოხდა. ამჯერად ეს ეთიოპიაში მოხდა. 2005 წელს აფარის რეგიონში მიწისძვრების სერია მოხდა. ამასთან ერთად გააქტიურდა დაბაჰუს ვულკანური ზონა, მაგრამ უფრო გასაოცარი იყო არა ფერფლიან კვამლი, რომელიც ცაში აიჭრა, არამედ თავად მიწა. სეისმური აქტივობის გაგრძელებისას მიწის ზედაპირზე უზარმაზარი ბზარი გაჩნდა. ის რეგიონში დაახლოებით 27 მილის სიგრძეზე გავრცელდა. ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ეს სცენა კატასტროფული ფილმიდან იყო. მაგრამ გეოლოგებისთვის ეს უნიკალური შესაძლებლობა იყო საკუთარი თვალით ეხილათ კონტინენტის გაყოფის პროცესი, როცა ის მიმდინარეობს. როდესაც ექსპერტები კონგოსა და ეთიოპიაში მიმდინარე მოვლენებს სწავლობდნენ, მნიშვნელოვანი კავშირი გამოიკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილები და კატასტროფები განსხვავებულია, ორივეს ერთი და იგივე წყარო აქვს. ფართო რიფტის სისტემა ნელ-ნელა აჭიმავს აღმოსავლეთ აფრიკის ორივე მხარეს. ამ რეგიონს ქვეშ ცხელი მაგმა განუწყვეტლივ ამოდის პლანეტის სიღრმიდან. ეს პროცესი აძლიერებს მიწისძვრებს, ამოქმედებს ვულკანებს და ნელ-ნელა ასუსტებს დედამიწის ქერქს ამ რეგიონში. და მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი ნელია, გეოლოგებისთვის აშკარაა, რომ ამჟამად მიმდინარეობს უზარმაზარი ცვლილება. კონგოში ამოფრქვევები და ეთიოპიაში მიწის ბზარები ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ამბები არ არის. ისინი ერთი და იმავე გეოლოგიური ტრანსფორმაციის ნაწილია, რომელიც შეიძლება ძალიან შორეულ მომავალში აფრიკის რუკას შეცვალოს. თუმცა თუ დღეს აფრიკის რუკას დავაკვირდებით, კონტინენტს გამყოფ ოკეანეს ვერ ვნახავთ. მაგრამ გეოლოგების თქმით, ეს შეიძლება სამუდამოდ ასე არ დარჩეს. აფრიკის აღმოსავლეთ ნაწილში, მიწისქვეშა, ძალიან დიდი გეოლოგიური საზღვარი, რომელიც გადის სხვადასხვა ქვეყანაზე, მათ შორის ეთიოპიაზე, კენიაზე, ტანზანიაზე, უგანდაზე, რუანდაზე და სხვა მეზობელ რეგიონებს. ეს ის ადგილია, სადაც სხვადასხვა ტექტონიკური ფირფიტები ნელ-ნელა ერთმანეთს შორდებიან.
ეს პროცესი ძალიან ნელია, სინამდვილეში 1 წლის განმავლობაში მისი მოძრაობა მხოლოდ რამდენიმე მილიმეტრია, ყოველდღიურ ცხოვრებაში ამის შემჩნევა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ როდესაც ამ პროცესის ეფექტი მილიონობით წლის განმავლობაში გროვდება, ცვლილება ძალიან დიდია. სწორედ ასე მოხდა ჩვენი პლანეტის წარსულშიც. გეოლოგების კვლევების მიხედვით, ასობით მილიონი წლის წინ. დედამიწაზე თითქმის მთელი ხმელეთი ერთ უზარმაზარ სუპერკონტინენტს პანგეას ეკუთვნოდა. დროთა განმავლობაში ტექტონური ფილები მოძრაობას დაიწყეს, სანამ არ ჩამოყალიბდა კონტინენტები, რომლებიც დღეს ვიცით. ამიტომ მეცნიერებისთვის ის, რაც აღმოსავლეთ აფრიკაში ხდება, უნების უცნაური შემთხვევა არ არის. ეს არის პროცესი, რომელიც დედამიწის ისტორიაში რამდენჯერმე უკვე მოხდა. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ეხლა ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ მას, როცა ის ხდება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ამის გასაგებად არის აფარის სამკუთხედი, აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. აქ იკვეთება 3 დიდი ტექტონიკური ფირფიტა. ნუბიის ფირფიტა, რომელიც აფრიკის დიდ ნაწილს ფარავს, სომალის ფირფიტა, რომელიც კონტინენტის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და არაბეთის ფირფიტა, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულს უკავშირდება. გეოლოგების თქმით, ეს 3 ფირფიტა ერთმანეთს არ უბიძგებს, არამედ ნელა შორდებიან ერთმანეთს. როდესაც მათ შორის მანძილი ფართოვდება და დედამიწის ქერქი იწელება, ის ნელ-ნელა თხელდება, იბზარება და პლანეტის სიღრმიდან მაგმა ამოდის. ეს არის მიზეზი, რატომაც ამ რეგიონში ძალიან ბევრი აქტიური ვულკანი და მიწისძვრა. და ეს არის მიზეზი, რატომაც ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ძალიან შორეულ მომავალში ინდოეთის ოკეანედან წყალი შეიძლება შეაღწიოს რიფტული სისტემის დაბალ ნაწილებში. თუ ეს მოხდება, შეიძლება შეიქმნას ახალი ზღვა. და თუ ეს პროცესი გაგრძელდება მილიონობით წლის განმავლობაში, შესაძლებელია, რომ ეს სრულიად ახალი ოკეანე გახდეს. მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს ჩვენს სიცოცხლეში არ მოხდება. უმეტესობა გეოლოგიური კვლევების მიხედვით, ასეთი ტიპის კონტინენტური გაყოფა ძალიან დიდ დროს საჭიროებს. შესაძლოა ამას რამდენიმე მილიონიდან ათობით მილიონ წლამდე დასჭირდეს, სანამ კონტინენტის ფორმა საბოლოოდ შეიცვლება. ამასობაში იქ ცხოვრები ადამიანებისთვის უფრო მნიშვნელოვანი კითხვა ის კი არ არის, როდის წარმოიქმნება ახალი ოკეანე, არამედ როგორ გადარჩებიან ისინი მუდმივი გეოლოგიური აქტივობის პირობებში. აღმოსავლეთ აფრიკის სხვადასხვა ნაწილში რეგულარულად ხდება მიწისძვრები, მიწაზე ახალი ბზარების გაჩენა და ვულკანური ამოფრქვევები. ბევრი მაცხოვრებლისთვის ეს უკვე ცხოვრების ნორმალური ნაწილია. ზოგიერთი საზოგადოება აქტიურ ვულკანებთან ახლოს ცხოვრობს. არსებობს გზები, რომლებიც გადის იმ ადგილებში, სადაც ადრე მიწაზე ბზარები გაჩნდა. არსებობს ქალაქები, სადაც ყველა მიცის, რომ ახლომდებარე ვულკანის გააქტიურების შემთხვევაში შეიძლება ისევ დაზარალდნენ. თუმცა ამის მიუხედავად, ცხოვრება გრძელდება, ბავშვები სკოლაში დადიან, არსებობს ბიზნესები, რომლებიც ყოველდღე იხსნება. ოჯახები აგრძელებენ თავიანთი მომავლის აშენებას იმ ადგილებში, რომლებიც დიდი ხანია გეოლოგიურად არასტაბილურად ითვლება. როცა ექსპერტები ამ რეგიონს სწავლობდნენ, კიდევ ერთი გასაოცარი აღმოჩენა გამოიკვეთა. წლების განმავლობაში მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ აღმოსავლეთ აფრიკის გაყოფა უბრალოდ ტექტონიკური ფირფიტების ნორმალური მოძრაობის შედეგი იყო. მაგრამ როდესაც რეგიონს უფრო ხრმად შეისწავლეს თანამედროვე სეისმური გამოსახულების გამოყენებით, მათ უფრო რთული სურათი აღმოაჩინეს. გლაზგოს უნივერსიტეტისა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების მკვლევართა კვლევების მიხედვით არსებობს მტკიცებულება, რომ აღმოსავლეთ აფრიკის ქვეშ დედამიწის მანტიიდან ძალიან დიდი რაოდენობით ცხელი მასალა ამოდის. ზოგიერთი მეცნიერი ამას მანტიის პლუმს ან სუპერპლუმს უწოდებს. მარტივი ახსნით, ეს არის მანტიის ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც უფრო ცხელია, ვიდრე მის გარშემო არსებული ქანები პლანეტის სიღრმეში. როდესაც ის მილიონობით წლის განმავლობაში განაგრძობს ამოსვლას, ზედა ქერგზე წნევას ქმნის. ის ნელ-ნელა ასუსტებს და ეკაჩება კონტინენტის ნაწილებს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრი კითხვა არსებობს სუპერპლუმის ზუსტ როლთან დაკავშირებით ამ პროცესში, მეცნიერებისთვის ნათელია, რომ აღმოსავლეთ აფრიკის ქვეშ მხოლოდ ტექტონიკური ფილების უბრალო მოძრაობა არ ხდება. აქ ჩართულია უფრო ღრმა და ფართო ძალა და სანამ ის ჩუმად მოქმედებს დედამიწის სიღრმეში, განაგრძობს ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი უდიდესი კონტინენტის გარდაქმნას. ამის მიუხედავად, რაც უფრო მეტად იკვლევენ მეცნიერები აღმოსავლეთ აფრიკის რიფტს, მით უფრო აშკარა ხდება, რომ აფრიკის ქვეშ მხოლოდ კონტინენტის უბრალო გახლეჩა არ ხდება. სინამდვილეში არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც აჩვენებს, რომ ამ პროცესის მამოძრავებელი ძალა მუდმივად არ მოქმედებს.
ზოგიერთი თანამედროვე კვლევის მიხედვით, რომელსაც ატარებენ საერთაშორისო კვლევითი ჯგუფები, მათ შორის საუთჰემპტონის უნივერსიტეტის მეცნიერები, შესაძლებელია, რომ დედამიწის მანტიისგან ამომავალი ცხელი მასალა მოძრაობს პულსების ან ტალღების სერიად და არა უწყვეტ ნაკადად. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ეს არ გავს ღია ონკანს, საიდანაც წყალი უწყვეტად მოედინებება. უფრო მეტად გულისცემას წააგავს. ყოველი მოძრაობისას, როდესაც ძალიან ცხელი მასალა ამოდის პლანეტის სიღრმიდან, ზედაპირზე მდებარე ქერქზე წნევა იზრდება. ძალიან დიდი დროის განმავლობაში ამ განმეორებადი პროცესმა შეიძლება ხელი შეუწყოს კონტინენტის ნაწილების დასუსტებას და რიფტის სისტემის გაფართოებას. მაგრამ მაშინ, როცა ექსპერტები ცდილობენ ამ ძალების გაგებას, დედამიწის კიდევ ერთი სიდერთ საიდუმლო მოულოდნელად მათი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. და ეს წყალს ეხება. როცა ვეკითხებით, საიდან მოვიდა დედამიწის ოკეანეები, ხშირად გონია, რომ მთელი წყალი ზღვებში, მდინარეებში, ტბებში, ღრუბლებში და ყინულშია. მაგრამ ბოლო 10 წლეულებში ეს შეხედულება შეიცვალა. 2014 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ნორთვესტერნის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელობით ჩატარებულმა კვლევამ მტკიცებულება წარმოადგინა, რომ დედამიწის მანტიის ღრმა ფენებში შეიძლება დიდი რაოდენობით წყალი იყოს დამალული. ეს არ არის მიწისქვეშა ტბები, სადაც ცურვა შეიძლება. არც მიწისქვეშა უზარმაზარი ოკეანეებია, როგორც ხშირად ხედავთ სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმებში. ამის ნაცვლად წყალი მინერალების სტრუქტურაშია ჩაკეტილი, რომლებიც ძლიერ სიცხესა და წნევაში წარმოიქმნება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მინერალი, რომელსაც მეცნიერები სწავლობენ, არის რინგუტიტი. ის მხოლოდ დედამიწის ძალიან ღრმა ფენებში წარმოიქმნება, სადაც წნევა და ტემპერატურა უკიდურესად მაღალია. როდესაც ექსპერტებმა მისი შემადგენლობა შეისწავლეს, აღმოაჩინეს, რომ მას შეუძლია წყალბადის და ჟანგბადის შენახვა თავისი კრისტალური სტრუქტურის შიგნით. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, მას შეუძლია დიდი რაოდენობით წყლის შენახვა, ისე რომ ეს ჩვეულებრივ ადამიანს არ დაენახოს. ამიტომ ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ შესაძლოა მანტიაში უფრო მეტი წყალი იყოს დამალული, ვიდრე აქამდე გვეგონა. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ჯერ კიდევ ზუსტად არ ვიცით, რამდენად დიდია მის საერთო მოცულობა. ექსპერტები კვლავ სწავლობენ ამ რეზერვუარების ზუსტ ზომასა და განაწილებას, მაგრამ ერთი რამ ნათელია. დედამიწის წყლის ციკლი უფრო რთულია, ვიდრე ადრე ბევრ წიგნში ასწავლიდნენ. წყალი მხოლოდ ოკეანეებს, ღრუბლებს, წვიმასა და მდინარეებს შორის არ ბრუნავს. ამ ციკლის ნაწილი შეიძლება ასეულობით კილომეტრამდე აღწევდეს ჩვენი ფეხების ქვეშ, დედამიწის სიღრმეში. გეოლოგების თქმით, შესაძლებელია, რომ დედამიწის ზედაპირზე არსებული წყალი აკავშირებულია იმ პროცესებთან, რომლებიც პლანეტის ფორმირებისას მილიარდობით წლის წინ მოხდა. ამ წყლის ნაწილი შეიძლება მანტიისკენ ჩავიდეს სუბდუქციის ზონების საშუალებით, ხოლო ნაწილი კი ვულკანური აქტივობის შედეგად ისევ ზედაპირზე დაბრუნდეს. ეს ნიშნავს, რომ დედამიწის ზედაპირსა და მის სიღრმეს შორის ნელი, მაგრამ ძალიან მასშტაბური მასალების ცვლა მიმდინარეობს. და აქ ხდება აღმოსავლეთ აფრიკის ისტორია კიდევ უფრო საინტერესო. ასეობს კვლევები, რომლებიც ამბობენ, რომ მანტიის ზოგიერთი ნაწილი ამ რეგიონის ქვეშ შეიძლება შეიცავდეს წყლით მდიდარ მინერალებს, უფრო მაღალი კონცენტრაციით ვიდრე სხვა ადგილებში. როდესაც ამ მინერალების არსებობა და ქვემოდან ძალიან ცხელი მანტიის მასალის ამოსვლა ერთიანდება, ზოგიერთი გეოლოგიური პროცესი შეიძლება უფრო სწრაფად განვითარდეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აფრიკის ქვეშ პირდაპირ გიგანტური ოკეანეები ყოფს კონტინენტს. მაგრამ ეს აჩვენებს, რომ კონტინენტის სიღრმეში მრავალი ურთიერთდაკავშირებული პროცესი ერთდროულად მოქმედებს. და როცა მეცნიერები ამ პროცესებს იკვლევენ, აღმოსავლეთ აფრიკაში კიდევ ერთი უცნაური ადგილი არსებობს, რომელიც დიდი ხანია თავსატეხს უჩენს მათ. ტბა, რომელიც თითქოს არ შეესაბამება ჩვენს ჩვეულებრივ წარმოდგენას ბუნებას. ტანზანიის ჩრდილოეთ ნაწილში, რიფტის რეგიონის მახლობლად, მდებარეობს ნატრონის ტბა. ერთი შეხედვით ეს უბრალოდ ტბაა მშრალ გარემოში, მაგრამ მისი წყალი უჩვეულოა. ნატრონის ტბაში ნატრიუმის კარბონატის და სხვა გახსნილი მინერალების მაღალი კონცენტრაციის გამოიტოტრაციის გამო ტბის ტუტიანობა ისეთ დონეს აღწევს, რომელსაც ცხოველთა უმეტესობა ვერ უძლებს. ეს ასევე მიზეზია იმისა, რომ ტბის გარშემო აღმოჩენილი ზოგიერთი ფრინველისა და ცხოველის ფოტოები, რომლებიც შენახულია, ცნობილი გახდა. ხშირად ინტერნეტში მას აღწერენ როგორც ტბას, რომელიც ცხოველებს ქვასად აქცევს. მაგრამ მეცნიერების უპროსტორია ითქვას, რომ წყლის მაღალი ტუტიანობა და მინერალების შემცველობა ეხმარება ზოგიერთი ცხოველის ნაშთის შენახვას, მას შემდეგ რაც ისინი მოხვდებიან. ისინი პირდაპირ ქვას არ იქცევიან. თუმცა მისი ეფექტი საკმარისია იმისთვის, რომ ტბის გარშემო ნაპოვნი ზოგიერთი ნაშთი ქანდაკებებს გავდეს. და როგორც აღმოსავლეთ აფრიკის ბევრ უცნაურ ადგილს, ნატრონის ტბასაც აქვს კავშირი რეგიონის აქტიურ გეოლოგიასთან. ის მინერალები, რომლებიც მას უნიკალურ ქიმიას ანიჭებს,
დაკავშირებულია ვულკანურ და ტექტონიკურ პროცესებთან, რომლებიც დიდი ხანია აყალიბებენ აფრიკის ამ ნაწილს. მოკლედ რო ვთქვათ, ვულკანებიდან, კონტინენტის ბზარებიდან უცნაურ ტბებამდე ერთი და იგივე ისტორია ნელ-ნელა იშლება. აღმოსავლეთ აფრიკის ქვეშ მოქმედებს უზარმაზარი ძალა. და რაც უფრო მეც ვიგებთ ამაზე, მით უფრო ფართოვდება ჩვენი გაგება იმის შესახებ თუ როგორ ცვლის დედამიწა მუდმივად საკუთარ ფორმას. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ მას ხშირად უწოდებენ ტბას, რომელიც ცხოველებს ქვას აქცევს, მის უკან დგომი ნამდვილი მეცნიერება ბევრად უფრო რთულია. და აქ შემოდის ლეიკ ნატრონის ყველაზე უცნაური ნაწილი. ტბა, რომელიც ბევრ ცხოველისთვის საშიშია, სხვებისთვის სიცოცხლის წყარო. National Geographic-ის მიხედვით, ნატრონის ტბა უმნიშვნელოვანესი გამრავლების ადგილია მცირე ფლამინგოებისთვის. ადგილას, სადაც მაცებლები თითქმის არ მიდიან, ფლამინგოებმა უნებრივი ციხესიმაგრე იპოვეს. წყალი, რომელსაც სხვა ცხოველები ერიდებიან, სწორედ ის ხდება მათი ბუდეების დაცვის საშუალება. გამრავლების სეზონზე ათასობით ფლამინგო მოდის აქ. ტბის მეჩხერ ნაწილში ისინი აშენებენ ბუდეებს კუნძულებსა და ტალახის ბორცვებზე, სადაც სხვა ცხოველებისთვის მისვლა რთულია. ამიტომ ერთ ადგილას შეგიძლია დაინახო ბუნების ორი სახე. ზოგისთვის ეს სიკვდილია, სხვებისთვის კი გადარჩენა. და სანამ ნატრონის ტბა გვიჩვენებს ვულკანური მინერალებისა და რიფების აქტივობის უჩვეულო გავლენას მიწის ზედაპირზე, აფრიკაში კიდევ ერთი ადგილია, რომელმაც მეცნიერები კიდევ უფრო მეტად გააოცა. ეს არც ტბაა და არც ვულკანი. ეს არის გიგანტური წრე საჰარის უდაბნოს შუაგულში. მავრიტანიაში კოსმოსიდან ჩანს უზარმაზარი ფორმაცია, რომელიც თვალს გავს. მას ბევრი საჰარის თვალს უწოდებს. მეცნიერებაში ის ცნობილია როგორც რიშატის სტრუქტურა. ზემოდან ის გავს უზარმაზარი რგოლების სერიას უდაბნოს შუაგულში. მის თითქმის წრიული ფორმის გამო ადრე ბევრი ფიქრობდა, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო მეტეორიტის დაცემის შედეგად წარმოქმნილი კრატერი. მაგრამ NASA-ს დედამიწის ობსერვატორიის მიხედვით ეს არ არის უბრალო კრატერი და არც საჰარის კრატერია კოსმოსური ზემოქმედების შედეგად. დღესდღეობით გეოლოგები უფრო მეტად თანხმდებიან, რომ რიშატის სტრუქტურა არის ეროზირებული გეოლოგიური გუმბათი. ეს ნიშნავს, რომ ეს ადრე ამოწეული ქვის ნაწილი იყო, რომელიც ნელ-ნელა ეროზიამ დაანადგურა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. როდესაც რბილი ქვები იშლებოდა, მყარი ფენები რჩებოდა, რის გამოც შეიქმნა მისი გიგანტური სამიზნის მსგავსი იერი უდაბნოს შუაგულში. მისი უჩვეულო ფორმის გამო ბევრი თეორიაც გაჩნდა მის შესახებ. ზოგი ამბობს, რომ ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს დაკარგულ ატლანტიდასთან. ზოგი მის ფორმას პლატონის ძველ აღწერას ადადარებს. მაგრამ დღემდე არ არსებობს მტკიცე სამეცნიერო მტკიცებულება, რომ რიშატის სტრუქტურა უძველესი ქალაქი ან ატლანტიდას ნაშთია. ამიტომ თუ დოკუმენტურ ფილმზე ვსაუბრობთ, ესეთი ახსნა უფრო უსაფრთხო და უფრო ჭეშმარიტია. საჰარის თვალი არ არის საჭირო მითიური ქალაქი იყოს, რომ შთამბეჭდავი იყოს. რადგან მისი ნამდვილი ისტორია უფრო ღრმაა. ეს არის ბუნებრივი ჩანაწერი მიწის მოძრაობის, ქანის ამაღლების, ეროზიისა და დედამიწის გრძელი ისტორიის შესახებ, რომელიც ამოტვიფრულია უდაბნოს შუაგულში. ტბა ნატრონზე ჩვენ ხედავთ თუ როგორ შეუძლია გეოლოგიას ტბა უკიდურესად საშიშად აქციოს, რიშატის სტრუქტურაზე ჩვენ ხედავთ თუ როგორ შეუძლია დროისა და მიწის ნელი მოძრაობას თითქმის სრულყოფილი ფორმის შექმნა. ისინი განსხვავებული ფორმის არიან, მაგრამ ორივე გვახსენებს, რომ აფრიკა მხოლოდ უდაბნოების კონტინენტი არ არის. სავანა და მთა ეს არის დედამიწის ცოცხალი ლაბორატორია. ადგილი, სადაც პლანეტის ძალას ვხედავთ. ხან ცეცხლში, ხან წყალში და ხანაც ქვის რგოლებში, რომლებიც კოსმოსიდანაც კი ჩანს. სინამდვილეში ნამდვილი მიზეზი იმისა, თუ რატო შეიქმნა ეს, ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე მრავალი შეთქმულების თეორია. ეს აჩვენებს, რამდენად დიდის გაკეთება შეუძლია ბუნებას, თუ მას საკმარის დროს მისცემ. და სანამ მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ საჰარის უცნაური ფორმაციები, კიდევ ერთი გამოცანაა, რომელიც თავად უდაბნოს ქვიშაშია ნაპოვნი. ეს არც ქვა, არც ფოსილია, ეს ერთგვარი მინა. ლიბიის უდაბნოს შუაგულში ათასობით ყვითელი მინის ნატეხია მიმოფანტული, რომლებიც მზის ქვეშ ბრწყინავს. ეს ცნობილია როგორც ლიბიის უდაბნოს მინა. პირველი შეხედვით ეს ჩვეულებრივი მინის ნატეხივით ჩანს, მაგრამ როცა მეცნიერებმა შეისწავლეს, აღმოაჩინეს, რომ ის ძალიან ძველია. ის უფრო ძველია ვიდრე პირამიდები, უფრო ძველია ვიდრე პირველი ქალაქები და უფრო ძველია ვიდრე ადამიანის ისტორია. კვლევების მიხედვით ის დაახლოებით 26 მილიონი წლის წინ წარმოიქმნა. ამიტომ აშკარაა, რომ ეს ადამიანებს არ შეუქმნიათ. უფრო დიდი კითხვა ისაა, რა შექმნა ეს?
იმისთვის რომ ქვიშა გადნეს და მინის სახე მიიღოს, ძალიან მაღალი ტემპერატურაა საჭირო. ბევრად უფრო მაღალი ვიდრე უდაბნოს ჩვეულებრივი სიცხე. ამიტომ ბევრი გეოლოგი თვლის, რომ იმ რეგიონში ოდესღაც ძალიან ძლიერი კოსმოსური მოვლენა მოხდა. შესაძლოა დიდი მეტეორიტი ან ასტეროიდი აფაფეთქდა ატმოსფეროში ან დაეცა ახლოს ამ ადგილთან, რამაც ისეთი სითბო წარმოქმნა, რომ ნამდვილად გადნა კვარცით მდიდარი ქვიშის დიდი ნაწილი. თუმცა არსებობს რამდენიმე დეტალი, რომელიც დღემდე სულად ვერ აიხსნება. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ძლიერი თეორიები, ლიბიის უდაბნოს მინის ზუსტი წარმოშობა კვლავაც საიდუმლოდ რჩება. მაგრამ საჰარაში მხოლოდ ქვებსა და მინას არ პოულობენ. მის ქვიშის ქვეშ ასევე იმალება ადამიანების კვალი, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ იმ დროს, როცა ეს ადგილი ჯერ კიდევ უდაბნო არ იყო. 2003 წელს ნიგერში აღმოაჩინეს მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ადგილი, რომელიც ცნობილია როგორც გობერო. დღეს ეს ადგილი სრულიად მშრალია, მაგრამ ათასობით წლის წინ აქ იყო ტბა და საკმარისი წყალი, რომ დიდი ადამიანთა საზოგადოებები ეარსებათ. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ასობით სამარხი, რომლებიც მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა საჰარაში ძველი მოსახლეების შესახებ. ზოგიერთი პირველი ჯგუფი იყო მონადირეები და მეთევზეები, რომლებიც ცხოვრობდნენ ეგრეთ წოდებული მწვანე საჰარას პერიოდში, როდესაც რეგიონის დიდი ნაწილი უფრო ნოტიო და მწვანე იყო. როდესაც კლიმატი კვლავ შეიცვალა, ამ საზოგადოებიდან ზოგი გაქრა და მათ ადგილი სხვა ადამიანთა ჯგუფებმა დაიკავეს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აღმოჩენა გობეროში იყო ქალის და ორი ბავშვის გვერდიგვერდ დაკრძალვა. ათასობით წელი გავიდა, მაგრამ მათი მდებარეობიდან მაინც ჩანს ოჯახის წევრებს შორის ახლო ურთიერთობა. არქეოლოგებისთვის ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი აღმოჩენა მთელ საჰარაში. ეს გვახსენებს, რომ სანამ ეს ადგილი უდაბნოდ იქცეოდა, აქ ადამიანები ცხოვრობდნენ, უყვარდათ, ოჯახებს ქმნიდნენ და ტოვებდნენ კვალს, რომელსაც დღესაც პოულობთ. და საჰარაში კიდევ ერთი ადგილია, რომელიც საჩვენებს თუ რამდენად ადრე დაიწყეს ადამიანებმა ცის დაკვირვება. ეს არის ნაპტა პლაია, სამხრეთ ეგვიპტეში. ფრეს აქ მხოლოდ ქვიშაა გარშემო, მაგრამ ათასობით წლის წინ ეს ადგილი მნიშვნელოვანი იყო უძველესი თემებისთვის. აქ აღმოაჩინეს ქვის წრე, რომელიც უფრო ძველია ვიდრე ინგლისის Stonehenge. ბევრი მკვლევარის თქმით, შესაძლებელია, რომ ეს გამოიყენებოდა როგორც ასტრონომიული ორიენტირი მზის მოძრაობისა და სეზონების ცვლილებების დასაკვირვებლად. არსებობს უფრო რთული თეორიებიც, რომლებიც მას ცასთან, ვარსკვლავებსა და თანავარსკვლავედებთან ლავედებთან აკავშირებს. თუმცა, ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ სულად დამტკიცებული არ არის. ნაცნათელია ისაა, რომ აქ მცხოვრებ ხალხს ცის დაკვირვების საკმარისი ცოდნა უკვე ჰქონდა ათასობით წლით ადრე, ვიდრე ეგრეთ წოდებული უძველესი ეგვიპტე გამოჩნდებოდა. და ალბათ ეს არის ყველაზე დიდი გაკვეთილი საჰარის საიდუმლოებიდან. როდესაც დღეს უდაბნოს უყურებთ, თითქოს სიცოცხლე არ აქვს. მაგრამ ყოველი ქვიშის გროვის ქვეშ შეიძლება იმალებოდეს დედამიწის ისტორიის ნაწილი. უძველესი ტბები, დაკარგული თემები, კოსმოსური ზემოქმედების კვალი და საიდუმლოებები, რომლებსაც მეცნიერები დღემდე ცდილობენ გაარკვიონ. რადგან ზოგჯერ ჩვენი პლანეტის ყველაზე დიდი საიდუმლოებები არც ოკეანის სიღრმეშია და არც შორეულ ვარსკვლავებში. ისინი უბრალოდ რამდენიმე მეტრი ქვიშის ქვეშ იმალება და ელოდება ხელახლა აღმოჩენას.